მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ განვიხილოთ ასეთი თემა, რომელიც ახლა დიდი ხანი არ გამიშლია მაგ თემაზე თქვენთვის. ძალიან ბევრმა მომწერეთ, რომ როდის იქნება ეს გაშლა, ნუ კარგით გავაკეთოთ. როცა არის ხვალობა ასაკში, მამაკაცი არის უმცროსი, ქალი უფროსი. ვნახოთ ეხლა რა ხდება. შევხედოთ ეხლა რა სიტუაცია არის თქვენ შორის. და მე როგორც ყოველთვის კითხვები გამზადებული მაქვს და გითხოთ კიდე საერთოდ მისი პოზიცია, თქვენი პოზიცია, ნუ ყველაფერი განვიხილოთ, დავიწყოთ ეხლა. დიდი ხანი არ ამიღია ეს დასტაც და რა ვიცი, რატომაც მოითხოვა ეს ნიკოლეტ და ჩიკოლე. ისეც მაჩუკეს. ჩემმა მოსწავლემ და ვნახოთ ეხლა ჩვენ. ვნახოთ. Так, მე ახლა ასე მინდა რატომღაც რომ გავშალო, ჯერ რატომღაც ასე მინდა და ცოტა მოითმინეთ, გავშლი ბარემ და მე უკვე დავიწყებ. რაღაც სხვანაირად მინდა და სხვანაირად წამიყვანო, ოკეი. Так, თქვენ შორის რა ხდება? და ნახოთ, ეხლა კიდე ბარემ დავალაგებ, ესე იგი მისი პოზიცია სხვადასხვაზე მინდოდა, ნუ ვენდოთ ჩვენ ახლა სივრცეს, ხო? ვნახოთ ეხლა მისი პოზიცია უნდა იყოს თუ არა თქვენ ერთად აქ. არა, აი ასე გავაკეთე თქვენი პოზიცია, მისი პოზიცია სამომავლოდ, ხო? რა ამბობს, აი რატომ არ უნდა იყოთ დაუშვათ ერთად, რატომ უნდა იყოთ ერთად, აი ესე გავაკეთეთ. ვინ ახარ მისთვის? რას ელოდება თქვენგან, რა დამოკიდებულებას ელოდება, ეგა თქვენგან ვნახოთ და ხედავს თუ არა თქვენს მომავალს ერთად, თვითონ ეს ადამიანი და აი ასე რომ შემიშალოს მერე ნუ მისი ქმედება, რა ვიცი, სამომავლოდ. ნუ მე ვნახოთ, მე თუ რამე დაგჭირდება რჩევები და რაღაცები. აქ იცით რას მაჩვენებენ უკვე, რომ რაღაცა შეიძლება კი უნდა თქვენთან მაგ ადამიანს. Так, всё, ладно, მოდი დავიწყოთ ჯერ და მე თუ რა ხა წავალ სადღაც იქით, всё. რო არ მოდი დავიწყოთ. Так, ეს გაჩვენეთ, აქეთ გადავდეთ, რომ ხელი არ შემიშალოს. ხო, იმიტომ რომ ის რაღაც ბევრი მომივიდა. ნუ აქ ჩვენ გვაქცელი გაშლები, მოკლე გაშლები, ვისაც უყვართ. უყვარს კი იცით თქვენ, რომ გვაქვს ჩვენ სხვა არხი და პლუს TikTok-იც. Так, всё, აქ ჩვენ დავიწყოთ. ეხლა ყავა მოამზადეთ, ხო, ჩაი მოამზადეთ, დავიწყოთ. თქვენ. Так, ჩემი გოგო არის ახლა აქ რა ენერგიებში. თქვენ გაქვთ ბევრი რაღაცა ფიქრები, აი როგორ ხართ იცით, რომ გითხრათ, რომ თქვენს ხართ ჩამოყალიბებული მაგაში, რომ აი ეს ურთიერთობა მინდა არ მინდა. იმიტომ რომ აპატიეთ, იმიტომ რომ ბევრ რაღაცებს ფიქრობთ თქვენ რა. შეიძლება თქვენთვისაც ეს ურთიერთობა, აი ესეთი ურთიერთობა არის დაუშვათ პირველად ან არ გქონდეთ ეგეთი ურთიერთობა და ამიტომ თქვენ ფიქრობთ რა რაღაცა თითქოს აი თავი დავკარგე, ეს ძალიან ფსიქოლოგიური დასტა, ხო შეიძლება მაგარი დასტა, რატო არ მუშაობდი ამდენი ხანი, ნახეთ, აი თითქოს აი თავი დავკარგე, მაგრამ ეხლა ვფიქრობ, ეს რა მჭირს მე, იმიტომ რომ ვერ ხვდები, შეიძლება თქვენ ფიქრობთ, რომ რა კი რაღაცები ახლა, ნუ როგორც გოგოებს, ხო, 1000 ფიქრები ეგრევე ტრიალებს თავში, რომ აი რატო რისთვის, რატო მინდა, არ მინდა, აი ეგეთი რაღაცნაირად ჯერ აი არა ხართ, ნუ ასე რომ ვთქვათ, ბოლომდე ჩამოყალიბებული. შეიძლება ახალი დასაწყისი აქ ვიღაცას შეიძლება ნახოთ ეხლა აქ რა ხდება თქვენთან, შეიძლება დაუშვათ ისე უბრალოდ ვფიქრდებით, რომ საერთოდ რა ხდება. ნახოთ, თქვენი გრძნობა, რას გრძნობთ თქვენ. ნუ აქ როგორი მომენტი არის, იცით? თქვენ რას გრძნობთ? იმას, რომ აი აქ არის თითქოს რაღაცას მეუბნებიან, რომ დიდი სხვაობა ეგრევე, ნუ თავისთავად ახლა ჩვენ რომ თემაც ესეთი გვაქვს, ხო? მაგრამ შეიძლება
საინტერესო არის ესე იგი რა გრძნობაზე ვეკითხები, გვერდხებს მაჩვენებენ. მოიცადეთ, მაინც ეს მაინტერესებს თქმი რაცა წავიღე. რომელი ეს მინდა, კი ბატონო, აგერ არის. ეს სუფის ხო არ შორდები რაღაც ისე შემიყვარდა. მაინტერესებს იცით, იმიტომ რომ გრძნობაზე არის ახლა აქ როგორი მომენტი არ მომწონს რომ გრძნობაზე როცა არის ახლა სხვა არკანები და არა თასები. თითქოს როგორი მომენტი არის იყო, აი ნახეთ, ეს ერთი წუთი მინდა რომ ნახო ნორმალურად თქვენ შორის რა ხდება რომ გავიგო ეს ურთიერთობა ახალი არის თუ ეს ურთიერთობა ახალი არის თუ ეს ურთიერთობა უკვე всё და გექნებათ გოგოებო და ჩემო კარგო რა ვიცი ბიჭები მეყურებენ ახლა ამაზე არა აქ როგორი თემა იქნება იცით თქვენ ალბათ განახლებული ენერგიებში ხართ იმიტომ რომ აქ ურთიერთობა აკათიანება აქ არის სიტუაცია როცა შეიძლება ეხლა გამოდიხართ თქვენ როგორ ენერგიებში გამოდიხართ როგორ ენერგიებში იცით მე კი მინდა დაუშვოთ ეს ურთიერთობა აქ თითქოს დაკარგეთ აქ დიდი ხნის ურთიერთობა აქ არ არის აი ახალი ნახეთ საჯარო გაშლა გეტყვით ან ზოგისთვის მართლა იქნება ურთიერთობა რომელიც უკვე დიდი ხანი არის რა და რა შეიძლება რამეს აი даже აქ დაკარგული არის თითქოს და აი როგორ ენერგიაში ხართ იცით რომ ბევრი რაღაცები იყო ბევრი ამიტომ რა გაჩვენებენ აი ძალიან ბევრი რაღაცები კარგი ცუდი საინტერესო ისიც ასეც ხო მაგრამ ეხა თითქოს აი განცდაში ხარ და ვაფშე არ იცით შანსი აქვს თუ არა ამ ურთიერთობას რომ განვითარდეს ვისთვისაც არის ეს ურთიერთობა პირველ ეხლა ახალი დაწყებული რომ ტულზია გაიგეთ და ამიტომ შეიძლება ვთქვა რომ შეიძლება თქვენთვის ეს პირიქით ახლა დაუშვოთ გქონდათ ბევრი რაღაცა ესეთი რთული პერიოდები ბევრი გულის ტკენა და ეს პირიქით არის თქვენთვის ესეთი ურთიერთობა აი რომ თითქოს აი შანსი ვიყო ბედნიერი რაღაცა ესეთი ენერგია წამოვიდა რომ აი მაგამ შიში გაქვთ გაიგეთ რომ აი საერთოდ რანაირად ხო კაი გითხოთ ახლა ყველაფერს გავარკვევთ ახლა მოიცადეთ და აქ რას ფიქრობ შენ რას ფიქრობ შენ შეიძლება კიდე ნახეთ რა ხდება ნახეთ ამ ურთიერთობაში თქვენ დაუშვოთ ვისაც უკვე გქონდათ ხო და ეს დანაკლისი როგორ ხდობს ან დაკარგულის როგორ ხდობთ უკვე ამ ურთიერთობას ხო ან რაღაცა ან ძნელია თქვენთვის უკვე კი ემოცია არის მაგრამ რთულია აქ ბევრი რაღაცა იყო თქვენზე ანუ აღებული საერთოდ ამ ურთიერთობაში რა ბევრ ამის დებდით ბევრ აღნახათ რამხელა სპილო არის და იმ სპილოზე რამხელა რაღაც თვირთი ადევს რა აი ბევრი რაღაცა ყველანაირად ამ ურთიერთობაში იქნებოდით თქვენ უფრო ესე თქვა საყრდენი და თქვენ ანუ თქვენზე იყო ეს ურთიერთობა ძალიან ასეთი თქვა სიმყარე იყავით თქვენ ამ ურთიერთობის და მოხდა ისეთი რაღაცა რომ შეიძლება ეს ამ ადამიანმა თქვა ანუ აქ დაშორება აქ უეჭველი დაშორება მაგრამ აქ თქვენზე ლაპარაკი და ამიტომ თითქოს თქვენ თვითონ უკვე აქ ბევრი რაღაცები იქნებოდა რა თქვენში იქნებოდა შინაგანი ბრძოლა თქვენში იქნებოდა რაღაცა თქვა მინდა არ მინდა აქაც იმიტომ შეიძლება იყოს მინდა არ მინდა არ ვიცი ეს ურთიერთობა იმიტომ რომ აი თითქოს გაფრინდით აქ და იცით რას მაინც ექსიანი არის გვერდხების ეს როცა მე რაღაცას მოვერიე შეიძლება თქვენ უკვე ადეგეთ და ანუ თქვით რომ აღარ მინდა ამდენი თქვათ ახლა სირთულეები აღარ მინდა ამდენი პასუხისმგებლობა და მოერიეთ თქვენ თავს ეხლა რას ეს არის ფიქრებზე ეს არის ფიქრებზე всё გრძნობაზე მეთქი სად არის თასები აგერ არის თასები ღმერთო რაც ეხება ისა გრძნობას ვერ გამოდიხართ უბრალოდ ამ სიტუაციიდან იცით ანუ თითქოს როგორ არის როგორი მომენტი ზიხართ ახლა იმის მიუხედავად აი იმიტომ ახლა всё გამეხსნა
აქ არის როგორი სიტუაცია, ესე იგი გაურებული ხარ, იმიტომ რომ ფიქრობთ, რომ პრინციპში მე უკვე მოვერიე ყველაფერს, კი, მე გამოვდივარ ჩემს უკვე ესეთ ენერგიებში, ხო, დაუშვათ, რომ კარგად ვიყო, მაგრამ გულიდან ვერ უშვებთ, იმიტომ რომ გაქვთ ძალიან ბევრი კარგი, აქ უფრო იმ ადამიანებისთვის, ვისაც ურთიერთობა აქვს, იმიტომ რომ ესეთი არკანები არის რა, აქ საწყისი მარტო ესო და არა მგონია. ხო, ამიტომ არის ნახეთ, გრძნობას რაც ეხება, ზიხართ, ნახეთ, აი თითქოს რაღაც ჭურჭელში ზიხართ, ну ეს არის თქვენი ფიქრები, თქვენ აი აქ თითქოს გაჩერდით, რა შეიცით, ტკბილ მოგონებებში, მოდით ასე ვთქვათ, რომელიც თქვენ გაკავშირებთ მაგ ადამიანთან. აი მაინც ფიქრობთ, რომ შეიძლება თქვათ რამე, აქ ფიქრობთ თქვენ რომ იმაზე, რომ შეიძლება ეს ურთიერთობა კიდე გაგრძელდეს, თუ აქ დასასრული თუ დაკარგეთ თქვენ ეს ურთიერთობა, რომელიც იყო თქვენთვის აი ძალიან გემრიელი, ასე რომ ვთქვათ რა. იმიტომ რომ აი ზიხართ, ფიქრობთ, თუ ფიქრთ აი რა იყო, მაგრამ ვერ გამოდიხართ. აი ეს არის რომ თქვენ აქ ვერ გამოდიხართ, კი, ვითომ აი გონებით, როგორ არის, იცი? აი გონებით მოვერიე ამ სიტუაციას რა, გონებით გადაწყვეტილება კი მივიღე ვითომ რა, რომ всё მე გავემარჯვე, მე წავედე, მაგრამ გრძნობით ვერ გამოდიხართ ჯერჯერობით, იმიტომ რომ კვეცნობიერში რა გაქვთ თქვენ, კვეცნობიერში თქვენ მაგი ვერ გაუშვით ვერაფრით. ჩემია, იცით როგორი მომენტი, აი კი, აი თან ნახეთ მე რასასწაულია და რომ вообще გაგიჟდები, ნახეთ გოგო დგას და ეს რაღაც ქართულად, რუსულად კი ვიცი რა ქვია, ქართულად არ ვიცი ეს იაშირიცა, როგორ არის ქართულად. ანუ ესე იგი კი არის ძალიან ისეთი თქვენში ნახეთ რა ხდება, იცით? ეს მოგონებები ხო თქვი, პლუს კიდე ძალიან ჩემია, აი ვერ უშვებთ. აი ეს არის როგორ, იცით, როცა იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ნერვებს მიშლის, შეიძლება ძალიან ისეთი აი მოუსვენარი, აი ძალიან ისეთი აი რაღაც გაუგებარი, მაგრამ აი ვერ უშვებთ ამ ენერგიას, ვერ უშვებთ თქვენ გულიდან, იმიტომ რომ კვეცნობიერად თქვენ იცით, რომ ამისი ენერგია თქვენ ყვებავს. იმიტომ რომ ნუ საერთოდ ახლა ეს ურთიერთობა არ არის თქვათ ახლა სტანდარტული, იცით თქვენ ახლა ბევრი რომ მე მუშაობ ამ თემებზე ძალიან იმესა უამრავი მაგ კონსულტაციებზე ამ თემაზე ჩატარებული და საერთოდ ამ თემას უდგები ცოტა სხვანაირად, იმიტომ რომ ბევრი რაღაცები მაქვს ამ თემაზე საერთოდ საინტერესო ურთიერთობა. ამისი ნამდვილად ადამიანები, ვინც ამ ურთიერთობაში არ ყოფილან ან არ იციან, ნუ ძალიან რთულია გაიგონ საერთოდ როგორ შეიძლება, მაგრამ მე ისეთი კლიენტები მყავდა და წყვილები, სადაც 30 წელიც ჰქონდათ სხვაობა და შვენივრად კარგად იყვნენ და არის ეს მომენტი, როცა ნუ ზოგისთვის არის ძალიან გაუგებარი და მაგრამ ჩვენ ახლა არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ საერთოდ სულები, ნუ სულებისთვის არ არის აი ეს თქვათ მომენტი, რომ ასაკი და რაღაცა, вообще საერთოდ რა და როცა ადამიანი მოდის, ეს ძალიან სხვა შორის კარმული თემები არის, როცა ასეთი სხვაობა გინდა იქით, გინდა აქეთ რა. იმიტომ რომ რაღაცა მნიშვნელოვანი უნდა გაიარონ სულებმა და ამიტომ შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად თუ დაუშვათ, ნუ აქ არც იქნება ისეთი ადამიანები, ვინც არ იცით თქვათ ეს რა არის რა, იმიტომ რომ არ არის ადვილი თემა. იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ეს როცა ეს ახალი ენერგია, ეს არის გამოღვიძება ხშირ შემთხვევაში არის შეიძლება ხალი დაუშვათ იყო რაღაცა თავის ცხოვრებით ცხოვრობდა და მაბადიეთ ახლა შევამჩნიე რომ მიკროფონი არ მაქვს გაკეთებული, ამიტომ იმედია რომ გაიგებს, შეიძლება ცოტა ისე ხმა იქნება, მაგრამ აი ხა შევამჩნიე. მომწერეთ, მე ხმა როგორ გესმოდეთ კარგად თუ არა, მე ვფიქრობ რომ უნდა იგესმოდეთ მაინც კარგად. ხო და ამიტომ ეს ურთიერთობა არის როგორი სიტუაცია, როგორი მომენტი იცით, აი იცვლება ბევრი რაღაცა, ხო? გამოღვიძება, გამოფხიზლება, ანუ ბევრი ცვლილება მიდის ადამიანში, ნუ აი არ არის უბრალოდ, მოდით ასე ვთქვათ, არ არის აქ ზოგს გონია შეიძლება რომ აი თქვა თუ იმდენად ვთქვათ ხალი უფრო შეძლებული არის, ესე იგი მარტო ფული უნდა კაცს, ხო? ან პირიქით გინდაც რომ იყოს, იქაც არის ეგეთი მომენტები, რომ აი რა თქმა უნდა, ეხლა ის ფულიანია და პატარა გოგოები უყვარს. ამიტომ, ნუ ასე ერთი კუთხით არ შეიძლება ამ ურთიერთობას რომ შეხედოთ რა, იმიტომ რომ ეს ცოტა სხვა თემა არის.
ნუ თქვენ ახლა გინდათ თუ არა თქვენი გაგრძელება აქ როგორი მომენტი არის იცით თქვენ გახართ ახლა როგორ იცით ათიანი ხმალების ეს არის როცა უკვე ადამიანი ბევრი ტკივილი გაქვთ აი აქ თქვენ შეიძლება даже თქვენს გარშემო ადამიანებიც გეუბნებიან ზოგი გეუბნება დაფიქრდა ზოგი გეუბნება ამდენი ჭრილობა მოგიტანეს აი რად გინდა ეს ყველაფერი აი ნუ ეს ხალხი რომელსაც არ ესმის ზოგი შოკში არის საერთოდ როგორ იტან ამდენს რისთვის მაგრამ თქვენ ხართ როგორ იცით აი რო გითხრათ რომ 1000% უკვე გადაწყვეტილება მიიღეთ არა თქვენ აქ მაინც რაღაცა ბოლო ბიძგს რაღაცას ელოდებით იმიტომ რომ აქ ხო გეუბნებით რომ არის 10-იანი 5 ენერგია როცა და აი უკვე 10-იანი როცა უკვე მისული ვარ იმ დონემდე რომ ან უნდა გადავიდეს სხვა ეტაპზე ან უნდა დასრულდეს რა ეგ სიტუაცია მაგრამ აქ ძალიან დიდი განსა ვერც უშვებ თან შეიძლება ფიქრობთ იმაზეც რომ უკვე უნდა დასრულდეს იმიტომ რომ ნუ აქ რაღაცა ეთყობა იყო რატომ იმიტომ რომ თქვენ არ ახარ ბოლომდე 1000%-იანი არ ახარ ჩამოყალიბებული რა იმაზე რომ თქვა გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული ბოლომდე იმიტომ რომ ჯერჯერობით კვეცნობიერად თქვენ კიდე ამაგის ენერგიას ვერ უშვებთ და კიდე რაღაცა შეიძლება даже კვეცნობიერად გაქვთ იმედი რომ ეს ურთიერთობა გაგრძელდება გაიგეთ რა ხდება აი ეს მომენტი არის ნახოთ ახლა ჩვენ აქ რა ხდება მასთან რა ხდება ახლა გადავიდეთ რა ენერგიაში არის ეს ნუ აქ რა ენერგიაში არის ეს და ეს არის სხვათა შორის აი პატარა ბავშვით არის ბრძოლობს მაგასაც აქვს სხვათა შორის რაღაცა ბრძოლები თავის თავში აქ ისეთი მომენტი რომ თქვათ აი რო გითხრათ ესეთ გავხსნით ეს ისეთი დასტა აქ უნდა ყველაფერი გავხსნა უი დედასა მოიცადე თქვენზე მგონი უარესად არის ეს ბიჭი აქ ნახეთ ერთი ცოტა მაცალეთ აი ეს წამი ყველაფერს გეტყვით ეხლა პროსტა მინდა კარგად გავიყო მისი პოზიცია აქ იცით როგორი სიტუაცია ხდება ამ ბიჭს სხვათა შორის უნდა ძალიან დიდი ტრანსფორმაცია გაიარა იმიტომ ცოტა უფრო იმას ვქენი რა ეხლა არის როგორ ენერგიებში თითქოს იმიტომ რომ მაგას აქ ნახეთ ფიქრებში უზომოდ კი ტრანსფორმაციაში არის დიდი გამოდის ტრანსფორმაციიდან რომელიც რა კი ეხლა როგორი პერიოდი აქ ამას ნახეთ თქვენ შორის აქ მოხდა რაღაცა სიტუაცია, რთული სიტუაცია, იყო ყველაფერი კარგად, მე უცბად თითქოს დასრულდა ეს ურთიერთობა. ეხლა უფრო მივხვდი ამისგან რა. დასრულდა რა, ანუ დაკარგეთ. ეხლა ეს იყო საშინელი იმაში, რა ქვია, თქვენი პარტნიორი, თქვენი ბიჭი იყო ძალიან საშინელი დეპრესიაში რა. იმიტომ რომ გვეცნობიერად დავრჩი მარტო, არავის ანუ ჩაიკეტა ამ დროს ეს იყო მისთვის ძალიან აუტანელი აქ ნახა 2-13-16 არკანი ეს არის ძალიან რთული საერთო ტრანსფორმაცია რა იმიტომ რომ ეხლა ამ წუთში არის თითქოს როგორ იცით აი ეს პაუზა ეთყობა ძალიან გრძელი პაუზა იყო თქვენთან და ეხლა არის ესეთ ენერგია რომ გამოდის
აი თითქოს გამოდის ამ ნერვიულობიდან, იმიტომ რომ ამ ძალიან დიდი ნერვიულობა გადაიტანა, იმიტომ რომ მოხდა როგორ იცით, დავკარგე ყველაფერი, გზა დავკარგე, აზრი დავკარგე, სიყვარული დავკარგე. შეიძლება არასწორი საქციელი ქონდა მისგან, რომელმაც მიიყვანა ამ დონეზე რა, სინანული, საწავიდე, ანუ მე თვითონ დავასრულე, მე თვითონ ეს გავაკეთე, გაიგეთ, აქ როგორი თემა არის რა. იმიტომ რომ შეიძლება არასწორი ნაბიჯი გავაკეთე, რომელმაც მიიყვანა ამ დონეზე. აქ ადამიანი თავის თავს პრინციპში ადანაშაულებს იმაში, რომ რაღაცა გავაკეთე ისეთი, რამაც მიიყვანა ამ სიტუაციებამდე რა. და ეხლა არის როგორი გვეცნობიერად არის კოშკის როცა ყველაფერი დამენგრა, ყველაფერი, ანუ აქ დაჟე როგორი თემა არის, აქ ცოტა ისეთი ისე რუსულენად თქვა მე დაიგრალსა, ანუ იმდენი ვითამაშე, რომ ყველაფერი დავანგრიე მე თვითონ, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანი ანუ არ იდგა მყარად, გაიგეთ ამ სიტუაციაში, შეიძლება უფრო ქცევებიც ქონდა, აი ასეთი ბავშვური, ასე თქვათ რა, ნუ არ უყურებდა შეიძლება, როგორ უყურებდა შენ ამ ურთიერთობას მეცადე, ადრე, სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა, როგორ უყურებდა. სერიოზულად უყურებდა. არა, ახლა რომ გითხრათ, რომ არ უყურებდეს სერიოზულად, ვერ გეტყვით, იმიტომ რომ даже იმასაც ფიქრობდა, რომ აი ღმერთმა მომცრა ეს სიტუაცია, ეს ურთიერთობა, მაგრამ აქ როგორ უყურებდა კიდე ნახეთ, საერთოდ აი თითქოს ღმერთმა მომცრა რაღაცა უდიდესი ჯილდო, უდიდესი ჯილდო, კი ბატონო, უდიდესი ბედნიერება, ანუ მაგრამ აქ იმხელა სხვაობა, გოგო, შეიძლება ძალიან დიდი სხვაობა გქონდათ, რატო გეტყვით, რომ აი დაჟე ისეც რო გაჩვენ, როგორ უყურებდი. მან ვერ იპოვა, ახლა ეს გასაღები თქვენი, გასაღები ვერ იპოვა, ნახოთ გოგო რა მხელაძე არის, აი აქ არის პეტეცინა ვერც იპოვი. სხვაობა დიდი, რომ თქვენ შეიძლება მართლა აქ ასაკობრივი სხვაობა დიდი იყო, მაგრამ იმის მიუხედავად რაღაცნაირად თითქოს აი სტაბილურობა იყო, მაგრამ პლუს კიდე თითქოს საინტერესოა, თქვენ დაგინახათ ერთმანეთი. ისეთ როგორი მომენტი, აქ ამ ურთიერთობამ ყველაფერი თქვათ, აი გახსნათ, აბსოლუტურად აჩვენა მაგას თავისი სახე. ანუ ბევრი რაღაცები თქვენ გახსენით მასში რა, через თქვენით ამ ადამიანმა ბევრი თავისი უარყოფითი მომენტები ნახა. ანუ რაღაცა პროგრამები გახსენით, აი მოდი აქ ეზოტერიკულზე რაღაც უფრო გადავყავარ მე. ანუ თითქოს ამ ურთიერთობამ, ახლა ნახეთ მე ვიკითხები მაგას, თქვათ მიწიერ დონეზე, მაგრამ ნუ იცით თქვენ რომ არ გამომდის, უფრო გამომდის სულის დონეზე. იმიტომ რომ აი თითქოს ყველანაირად რისთვის მოვედი, აი საგვარეულოს რაღაცა პროგრამებიც არის აქ, ანუ თქვენ გახსენეთ მასში და დაანახეთ მას მისი უარყოფითი მხარეები. მიხვდეთ აქ რა ხდება? აი ყველანაირად თქვენ თავდაყირა დააყენეთ თითქოს მისი სტაბილური ცხოვრება, რომელიც თქვენამდე გქონდა. აქ შეიძლება ადამიანს ნუ თქვათ, აი არ იცოდეს რა წასული იყო, დიდი ტრანსფორმაცია შეიტანა თქვენ მის ცხოვრებაში, აი უდიდესი ტრანსფორმაცია და თავდაყირა დააყენეთ ეს ყველაფერი აბსოლუტურად. პლუს კიდე რას ამბობს ეგა, შეიძლება თქვენ აი ცოტა გქონდათ გაუგებრობაც, გქონდათ, ნუ ეს უკვე ეს პროგრამები წავიდა. ხო, ეს ძალიან ღრმად შეგვიყვანს ჩვენ ეს უკვე პირადში, თუ ვისაც გაინტერესებს. შემდეგი ნახეთ, ეხლა გრძნობაზე თითქოს ეხლა ნახეთ, რო გითხრათ, არა გრძნობა ვერ ვიტყვი მაგას. უბრალოდ აქ თვითონ ეხლა ცოტა ეხლა ამ წუთში სად მიდის?
თქვენზე ძალიან ბევრი ფიქრი აქვს, იმიტომ რომ თქვენ მისთვის აი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ, უნდა თქვენთან ურთიერთობა, კი, უნდა, მაგრამ აქ როგორი სიტუაციაც არის, იცით რა, ვერ ისწავლე კიდე აქ ჭკუა თუ რა ჯანდაბა ბოდიში თქვენთან. იმიტომ რომ ძალიან როგორი აქ ესე ტრანსფორმაციაში ადამიანს რო აგდებენ ჭკუა კი არა, უნდა ისწავლოს უკვე ყველაფერი აბსოლუტურად და სხვანაირი შეხედულებები უნდა გქონდეს და ეს რას მაჩვენებს ახლა რომ ვიკითხები თქვენთან ურთიერთობა ისევ კი მინდა ეს ურთიერთობა, მაგრამ ისე როგორც ვთქვა, აი ისე თავის თავზე ფიქრობს, რომ ჩემთვის როგორც იქნება კაი. ისე მაგას ფიქრობ. ეხლა რას მეუბნება იცით, მე უბრალოდ აი მაგ ადამიანმა არ იცის რა უნდა აი ურთიერთობა ვაფშე აზე არ არის როგორ უნდა ჩამოაყალიბოს, საერთოდ არ იცის, გაიგეთ? არ იცის მაგი. და აი ეს პრობლემა აქვს მაგას ზუსტად მაგასში რა. რომ არ ვიცი რა გავაკეთო, არ ვიცი რა, მარტო მე შემიძლია ვუმღერო თქვა და აუხსნა მაგას სიყვარული, ხო? მაგრამ აი ის რო თქვა ფინანსურად შეიძლება არ შეუძლია რო თქვა რამე მოქმედება გქონდეს ურთიერთობაში და ამიტომ სულ გარბის ეს ადამიანი, სულ გარბის. ეს ანუ ნახოთ როგორ არის ცოტა აქ არის ძალიან ფსიქოლოგიურად უნდა ჩაუწვდე ამ ადამიანს რა, იმიტომ რომ ეს არის აი გაქცევის ის აქ მაგას ფორმატი რა. როცა შეუძლია მაგას აი სული, გული, სიყვარული თქვა ხა რაღაცა მოგცეს, ხო? და აი ემოციები შეუძლია მოგცეს, მაგრამ როცა დაუშვა თქვენ გადადიხარ თქვა თემაზე ფინანსებზე სიტყვაზე, იმიტომ რომ ხა რა თქმა უნდა ორივეს უნდა გქონდეს თქვა ურთიერთობაში სად არის წავიდა ეს ღმერთო აკითხო იყო ახლა ხუთიანი. დაგსაც ახვედი ღმერთო მაჩვენეთ ახლა აქ არის ახო იყო. როცა აი ეს როცა არის ადამიანი ურთიერთობაში ხო უნდა იყოს ახლა მიმოწვა თუნდაც ენერგიას ანუ აგერ არის ხო? აი ეს ზუსტად ამას მაჩვენებს კი ბატონო. მაგრამ აი სულიერად კი ბატონო, მაგრამ აი მატერიალურ თემაზე, ანუ როგორ არის, როგორც სულების დონეზე თქვა, ახლა შეუძლია მოგცეს ეს ალერსი, შეუძლია გასიამოვნოს, ხო დაუშვათ ახლა აი მაგრამ როცა მიდის აი ფინანსური თემები ეთყობა ვერ გაჩავს ჯერჯერობით ეთყობა არა აქვს ეს მომენტები მაგას ხო აი აქაც უპენტაკლები რა და ეგრევე გაურბის სიტუაცია და ამ დროს გამბობს რომ ეს იმას კი არ ნიშნავს რომ არ მიყვარ ხარ უბრალოდ აი აქ არ იცის აი ეს მიმოცვა თითქოს ან არ ყოფნის ან არა აქვს გაიგეთ იმდენი როგორც თქვა აი ნუ უნდა იყოს ურთიერთობაში არა მაგოფული იძახეს აქ კაროჩი ფინანსური თემა არის ჩარეული იმიტომ რომ ნახეთ ეს ადამიანი ახლა თან ამ წუთში даже ფიქრობს აი როგორც ანუ თითქოს სულიერში გადავარდოს ხათრში ძალიან გრძნობიერი ადამიანი იქნება აქ არ არის როგორი ტიპი იცით აი ადამიანი რომელიც არასტანდარტული ნახეთ არ არის აქ ჩვეულებრივი თქვა და აი კაცები არა შეიძლება ჩანდეს მაგრამ აი სულიერად არის ძალიან გრძნობიარე შეუძლია უცბად თქვა რაღაცები ეწყინოს ძალიან ახლოს გულთან მიაქვს რაღაცა საყვედური თქვა უცბად რაღაცა გული ეტკინება რა და მე გარბის გარბის რა ურთიერთობიდან მას შეუძლია მაგას რო იყოს სულ კაი, მოდით ვკითხები და უსოთ რეზეგამდე ვიჯდები მე ახლა აქ. მოდით ვკითხოთ ახლა ჩვენ, ანუ მისი პოზიცია უნდა იყოს თუ არა თქვენ ერთად. კი. იმიტომ რომ ეს არის ურთიერთობა, აი ნახე, აქ თითქოს ბედმა გამომიგზავნა და ანუ მინდა არა. აი ნახეთ ბედი აი მე ესე იგი ამ ქართულად რომ
მინდა კარგად აგიხსნათ ხოლმე რაღაცა სიტყვები რომ მივარდება, ნერვები მეშლება. თითქოს მიმაჯაჭვა ბედმა რა, ბედმა მიმაკრო რა, რა ვიცი, რაღაც ანუ ეს კი აქ კითხვა, აქ პასუხი კი. შეიძლება მტკივნეული იყოს, შეიძლება გაუსაძრისი იყოს, მაგრამ კი მაგის გარეშე არ შემიძლია. კი აქ პასუხი. ვნახოთ ახლა აი რა ამბობს იმაზე, რომ არა, არ უნდა იყოს, თქვათ რა ესეთი სიტუაციები თქვენში. ну აქ არის ცხრიანი პენტაკლების. აქ ანუ თქვენში არის როგორ იცით, შეიძლება გქონდეს აი ეს მომენტები, როცა ერთი არის ძალიან მყარი და მეორე მასზე ზრუნავს, გაიგეთ? ანუ არ არის აქ და ბალანსი არ არის, იცით? და იმიტომ აი ფინანსურად თქვენ არ ახარ თანაბრად. აქ ეთყობა გოგო უფრო, ну აქ თავიდანვე თქვით, რომ თქვა დავიღალე, რომ ყველაფერი ჩემზე იყო და თქვათ ახლა ამისგან განთავისუფლდე რა. იმიტომ რომ ну კი სიყვარულიც არის აქ, როგორ არა ძვირფასი ხართ ერთმანეთს, მაგრამ აი ეს არ ახართ თქვენ ერთ თანაბრად არ ახართ აქ ფინანსურ თემებში. რა ამბობს კი? აქ შეიძლება იცით რას ამბობს კი, აი მხოლოდ ის რომ თქვენ ახლა გექნებათ აი თქვენი სიყვარული, თქვენი ზრუნველობა, იმიტომ რომ ამას ეშინია, თქვენი დაკარგვის ძალიან ეშინია, მაგრამ ამავე დროს თქვენ როგორ თითქოს მასწავლებელი ხართ მაგისი რა, თითქოს უნდა გაზარდოთ ეს ადამიანი რა, რაღაცა შეიძლება ნუგეში მისცეთ, სჭირდებით თქვენ ეთყობა ამას, ხო? კი, რას ამბობს კი? ხო? ანუ ამას აქ როგორი მომენტი იცით? კი. ხო თქვენ, ანუ მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ მისი გაგება, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ მისი გასამართლება, ასე რომ ვთქვათ, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ გამოიყვანოთ ეს ადამიანი გულისკენ. ანუ როგორ არის, იცით, ეთყობა თქვენ იმდენად ჩაუწვდით მაგას აი სულში, იმდენად გაუგეთ თქვენ, იმიტომ რომ აჩვენებენ, რომ ესე იგი თქვენ კი იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ახლა აი ამ ადამიანს აქ რაღაცა ბევრი შიშები, ბევრი ეს შინაგანი, რომ გარედან კი ვერ გაიგეთ, აი ბევრი ტკივილები, აი თქვენ თითქოს როგორ ხართ, იცით, აი რომ აი ქართულად როგორ არის ზანოზა რა, აი რომ მოხდება ხელში ეს რა ქვია და რომ ამოიღებ რა, ისე თქვათ ხისგან, და მას ზაზუნა თორე, ზაზუნა არა, ზაზუნა ვიცი რაც არის. სხვა, ნუ მივხვდეთ თქვენ რასაც გულისხმობ, ხო? აი თქვენ შეგიძლიათ თითქოს აი ეს ტკივილი მაგისგან ამოიღოთ. აი არის ზოგიერთ ნახат ადამიანი, რომელსაც ვერავინ ვერ ოგებს, საერთოდ ვერავინ ვერ ოგებს, მაგრამ აი მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ მისი გაგება. შეიძლება აი აქაც ხო განახეთ სად იყო ეს არკანი, რომ აი თითქოს ყველა გეუბნება თქვენ, აი რა გინდა, აი რა სისულე ნახე, რა მაგარი ქალი ხარ, შენაირი ქალი და შენ მაინც იმის მიუხედავად რომ ტკივა, ეს ტკივილიც თქვენთვის ნახეთ როგორც მურაბა ისი არის რა. იმიტომ რომ თქვენთვის ეს იმდენად მნიშვნელოვანი, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მისი გაგება. აი ვერავინ ვერ ოგებს, თქვენ შეგიძლიათ და ეს არ არის, ნახეთ, აქ პენტაკლების დედოფალი არის. ეს არ არის ის, რომ თქვენ ახლა სულელი გოგო ვისავით, რომ აი მიყვარს და რა ვქნა, არა. თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც შეუძლია თქვათ, აი რჩევაც მისცეთ, ხო? შეგიძლია თქვათ, ახლა გაუფრთხილდეთ კიდევაც. ანუ სულს უფრთხილდებით მისას, რაღაცა ეგეთი თემა მოდის აქ და ამიტომ იძახენ, იმიტომაც მისცეს შენი თავი მას, რომ შენ დაეხმარო აი მაგის პროგრამებში, მაგის ტკივილებში რა. იმიტომ რომ აქ ახლა რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი წყვილი არის ერთმანეთისთვის და ეს მასია საერთოდ ახლა ხო გითხარით, რომ თვითონაც იძახეს ეს ბედმა მომცა რა, ბედი არის ჩემი, ესა აი ნახოთ ახლა ვინ ახარ მისთვის.
ვინახარ მისთვის აი აქ ის ადამიანი რომელსაც შეუძლია ნებისმიერი პრობლემიდან მაგი გამოიყვანო ნებისმიერი პრობლემიდან მაგი გამოიყვანო საყრდენი ანუ როგორ არის ეს აი სულსაც ახლა ფიქრობდი და ეგ რა თქვენს ჩემი სიხარული და ჩემი ტკივილი ადამიანი თანახად ანუ ესე იგი ადამიანი რომელიც თან მალამოსავით ჩემს გულის ნუ სულის კურნას თან ადამიანი რომელიც ანუ ჩემი ტკივილი ანუ ვერც გტოვებ ვერც ვარ რატო ხარ ასე ვაიმე იმპერატორია მე ჩემო იმპერატორი ხარ ბიჭო არა როგორ ამბობს იცით რომ მე ვარ ახლა შენ ნახეთ აქ როგორი თემა არის იცით თქვენ ხართ მისი ცხოვრების მგონი იმპერატორი თქვენ ცვლით ამ ადამიანს თქვენ ხსნით მის გზას ნუ თქვენ ახლა ნუ რო გითხრათ რა იმპერატორი შენ ხარ თუ გოგო არის შენთვის იმპერატორი ვერ გავიგე ასე მეჩვენებს მაჩვენა არა მე მინდა რომ ვიყო მისი იმპერატორიო მე მინდაო მე უნდა გავიზარდო ინდონეზია მისი იმპერატორი ვიყო ანუ სტაბილურობა მე მჭირდებაო და ჯერჯერობითო ამაზე მუშაობ გასაგებია ოკეი და შენთვის ეს გოგო კიდე ნუ ეს ადამიანი კი ეს არის ჩემი სილამაზე ჩემი სიძლიერე ჩემ თავში ზის 24 საათი იმიტომ რომ მაგასთან ვგრძნობ თავს აი სხვათა შორის აქ მაგ თქვენთან ვგრძნობთ თავს ეგ კაცად აი იცით რა არის იმიტომ რომ ეთყობა თქვენ ის ნაზად ეკცევით ნაზად ეხა რას გულისხმობ იცით რომ აი თუ საყვედურშაც ეუბნებით შეიძლება თქვენ ცდილობთ რომ მაქსიმალურად ისე უთხრათ რომ აი ძალიან თქვათ ეხლა ნუ გული არ ატკინო თქვათ იმ დონეზე ხო და ეს მაგას კი ხედავს მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მაინც ეს მაგას გულის ნუ თუ არ დგენს მაგრამ ამავე დროს თქვენ აძლევთ მაგას ეს ენერგიას რომ კი ეხლა იძახოს რომ ჯერ მე რო იმ დონემზე გავხდე როგორც მაგას უნდა კაცი ხო იმიტომ რომ თან მე კარგად ვარ მაგრამ იმიტომ თქვა ჩემი ტკივილი ჩემი სიხარული არის გაიგეთ ეგა ჩემი დიდი ტკივილიც არის ჩემი დიდი სიხარულიც არის იმიტომ რომ მე ვიცი რომ მისთვის მე უნდა ვიყო აი ესე ძლიერი კაცი მე ვიცი ეგა მაგრამ ჯერ არ ვიცი როგორ ჯერ მაგას სწავლობ მიხვდეთ რა ხდება და თქვენ ხართ მისთვის ადამიანი რომელმაც ხო გეუბნებით აი ესე რა ქვია ჩემი ცხოვრება შეცვალა მაგას სულ ჩემს თავში ზის ჩემ მენტალში ზის და ანუ ეს არის აი ძლიერი უძლიერესი ხარ ნუ აქ აჰა დაკლების თვითონ აღარ არის ხო მზრდის ვოთ დამეხმარე მზრდის მაგრამ უბრალოდ ზოგჯერ არ გამოდის იმიტომ რომ ზოგჯერ ეხლა ძალიან ჭრის რა ზოგჯერ მაგრამ ეხლა არ ვიცი ვაფშე ჭირდები მაგასთან აგე გამოიქცა ტყვილება აი სულ ესე იგი რაღაც სულელურად გაიქცა და შანსი უნდა მაგრამ არის ესე შანსი არის თუ არა რას ლოდება თქვენგან ვინმე გენატალისინა რაზე ლოდება შეროთსინ არ მიჭყუბოს რა ისე მეშინია რომ არ მინდა რომ არ მიჭყუბოს მე ამ ძალიან ბევრი პროგრამები აქ შეიძლება კიდე ნახეთ როგორი თემა გეტყვით ახლა ამ ბიჭს შეიძლება დედა ყავს მკაცრი და შეიძლება რამე როცა თქვათ რაღაცას არიან ხო ნუ თქვათ ადრე მით უფრო იყო საბჭოთა კავშირის დროს ხო ისეთი რაღაცა რომ ბავშვი რამის რო დააშავებ და აბა ეხლა შენ ნახე და აი არა ხარ შენ კარგი ბიჭი შენ მოიცადე შენ მოხდება ნუ რაღაცა ეგეთი თემა არის როცა ეს პროგრამა დარჩა გაიგეთ მაგაში მithumet ეს ახლა აი დამსჯის მეჩხუბება მეტყვის რაღაცა და ეს შიში აგდებს გაიგეთ მაგას რომ რაღაცას მეტყვის ახლა ისეც რომ რა ვიცი აი ეს არის რა შიში აქვს
და არ უნდა რომ თქვენ მასზე მოიქცეთ. ეს ელოდება რას ელოდები? იმპერატრიცა. იცით როგორი მომენტი არის? აქ даже რო თქვათ შენგან რას ელოდება, გაგებას ელოდება. გოგოებო, კიდე რა არის იცით? აი რას ელოდება და დედა რო არ ჩართო თქვენ. დედა რო არ ჩართო და არ ეჩხუბო, დედასავით არ მეჩხუბოსო. არ მომიქცეს როგორ დედა, რომელიც ყველაფერზე საყვედურს მეუბნება. ეს როგორი პროგრამა იცით? აი დაუშვოთ ახლა განვიდმოთ როცა სხვაობას ხო ვამბობ ჩვენ, თქვენ რო რაღაცაზე რო გაბრაზდებით და ისეთ საყვედურს შეიძლება ეუბნებით, რომ მასში უცბად ნახეთ ტონს გააჩნია, როგორ ეუბნებით. ეგრევე ახსენდება ბავშვური რაღაცა მომენტები, ეს ქვეცნობიერში ყველაფერი ხდება. აი დედა რო ბავშვს წაიჩხუბება და რაღაცა და ეგრევე რომ გაქცევა გინდა რა, რომ აი რა ახალ, აი დამანები, აი ეგეთი რაღაცები თუ დაუშვოთ ხო? ან შეიძლება ეგრევე ესეთი ბიჭი იყო, რომელიც თქვათ ბავშვობაში ვერ ეწინააღმდეგებოდა თქვათ მშობელს, ხო ხდები ხო არის ეგეთი მომენტი, აბა არც ხო და ამიტომ თითქოს ის რა ქვია, მაგისტრის უფრო როცა გული ეტკინებოდა რამეზე თქვა თუ ეჩხუბებოდა დედა დაუშვოთ ხო, ის ადგებოდა და წავიდოდა გაეცლებოდა თავისთვის დადგებოდა სადღაც ხო, თქვა ან სადმე გავიდოდა და რომ აი ნუ მან დედა არის რა უთხრა ხო და ან დაიმალებოდა შეეპატარა რო იყო და ეს დარჩა როგორც პროგრამა, რომ თქვენ როცა ანუ დედასავით ნუ მომიქცევი მიხვდით? აი ნუ მეჩხუბები, ნუ მეუბნები აი ესეთ რაღაცებს, აი ნუ მსაყვედურობს, აი იმიტომ რომ ეს ყველაფერს ამას ნუ იღებს ძალიან მტკივნეულად. ძალიან მტკივნეულად, იმიტომ რომ ეგრევე აი ნუ დედა კი ახლა ეყვარება, მაგრამ ამავე დროს არის აი ეს მომენტი, როცა ეგრევე მახსენდებაო, აი ის დედა რომ ეჩხუბებოდაო. გაიგე, ეგრე არ მინდა ნუ მომიქცევი მასეო. ეს აი ნუ ასეთი მომენტი და ნახოთ ახლა ხედავს თუ არა ეს ადამიანი თქვენ თავის მომავალში. ისი ვარსკვლავი ხართ. ეს როგორი მომენტი არის, აი აქ ხო გეუბნე რომ უყურებ ამ გაშლას, ხო კიდევაც ვიძახე რომ თქვენ ხართ უმნიშვნელოვანესი წყვილი ერთმანეთისთვის რა. გადიხართ თქვენს გზას. თქვენ ხართ შეიძლება ის ქალი, რომელზეც ეს ოცნებობდა, შეიძლება აი დაუშვათ აქ რომანტიკოსი ტიპიც ხო გითხარით, აქ ძალიან ესეთი ნაზი სულის ადამიანია თქვენ რო იცოდეთ ძალიან რა. და შეიძლება აი რო ადამიანი რომელსაც შეუძლია თქვათ აი ვარსკვლავს ელაპარაკოს ხო, აი ეგეთი ტიპაჟი არის და რა თქმა უნდა ხედავს კი ბატონო კი, რა თქმა უნდა ხედავს თქვენს მომავალში, რა თქმა უნდა ხედავს ეგ თქვენს მომავალში, მაგრამ კი თან ბედნიერად. ნუ მას ყოველ შემთხვევაში მოდი ასე ვთქვათ, უნდა აი ვარსკვლავზე. მას უნდა თქვენთან მომავალი, ბედნიერი მომავალი უნდა. მაგრამ რას მოიმოქმედებს და ჯერჯერობით ეს დგას და ფიქრობს რა მოვიმოქმედო. რას მოიმოქმედებს? აჰა. აქ როგორი სიტუაცია არის, იცი გადაწყვეტილება ჯერ აქ უნდა ურთიერთობა დასრულდეს ბოლომდე. მაგან უნდა თქვათ ახლა გულში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რომ მორჩა, იმიტომ რომ აქაც მაგას აქაც არის კოშკი, აქაც არის კოშკი. და მერე ხო. აი ზუსტად ეს აქ ურთიერთობა უნდა დასრულდეს ბოლომდე. აი ძალიან აი სულ ბოლომდე, საერთოდ. всё, აი უნდა იმიტომ რომ როგორ არის, ეს უდიდესი ტრანსფორმაცია არის, როცა ისე რა ქვია, ქვეცნობიერად ან ახლა აქ ხმალები უნდა დაამსრულოს, უნდა დამშვიდდეს, უნდა აი დალაგდეს, ასე თქვა, თვითონ გაიაროს ეს ტრანსფორმაციები და მერე აქ არის დიდი ალბათობა, რომ
ურთიერთობა გადავა სხვა დონეზე. აქ როგორი ვარიანტი არის კიდე, იცით, ჯერჯერობით აქ აკვეთილი უნდა აიღოს ამ ადამიანმა, გაიგეთ, აქ ახლა მაგას უნდა შეხედოთ, ესე იგი პრობლემას თვითონ უნდა, აი ეს როგორი თემაა, იცით, თვითონ უნდა იხარშოს თავის ამ სიტუაციებში რა, სადაც არის, თვითონ უნდა ნახოს გამოსავალი, თვითონ და აი როცა უნდა გამოვიდეს საერთოდ იმ პერიოდში, როცა იტყვის რომ აი ამოვისუნთქეს გაკვეთილი, ავიღე, ხო ხვდებით რა. აქ ახლა ეს ახალოთ რა. არა. სხვათა შორის იცით რა, ვინც გაივლის, აი ეს ადამიანი თქვა, კი. ანუ მაგან უნდა რა, როგორ თქვას, იცით, რა უნდა მოხდეს, აი ეს ჯერ უნდა მოიხარშოს კარგად, მერე ეს ადამიანი უკვე გადაფასებას გააკეთებს, აი მერე უკვე მაგას მისცემენ საშუალებას, რომ იმოქმედოს სხვანაირად, აქ წყვილად მოდიხარ თქვენ. კი, ამას კითხვა აქვს თუ არა ურთიერთობას გაგრძელება, მე მითხრეს, კი, ახალი ფურცლიდან. ნუ, მაგაზე დავამთავროთ, რომ მართლა ძალიან მაგარი გაშლა, ნახეთ აქ შეტყობინებაც, ნუ, კარგი ის არის რა. დავტოვოთ მასე. პრინციპში შანსი შემიძლია გითხრათ ყველა ვარიანტში, ახლა, ნუ, რა თქმა უნდა, თქვენ როგორ გადაწყვეტ. ნუ, დაჟე ხარ რჩევა თქვენ, მოდით ავიღოთ რჩევა თქვენ. ნუ, აქ ეს არის რა, თუ გინდა შენ, ახლა ეს არის კაი მაგარი რისკი არის, გაიგეთ, მაგარი რისკი. თუ შენ დაუშვად მზად ხარ, რომ ეს შეხვიდე ამ თემაში რა, მაშინ შენი გადასაწყვეტია, პრინციპში გადასაწყვეტია. ნუ თქვენთვის მნიშვნელოვანი, აი გეოგრაფია სულ ექვსიანი თასების არის რა, მაგრამ თქვენთვის არის თქვენზეა დამოკიდებული, აიღებ თუ არა ამ ურთიერთობას, იმიტომ რომ პრინციპში გვეუბნებიან, რომ აქ არის შესაძლებელი, რომ ეს ურთიერთობა იყოს ბედნიერი, აქ არის თუ თქვენ თვითონ მოერევით ამ ყველაფერს, თქვენზეა რა. ვერ უშვებთ თქვენ ამას და მაგრამ უნდა ქნას. აი რასაც არ ცდილობთ, მაინც არ გამოდის თქვენი მაგის გაშვება, არც არავინ გაინტერესებთ მაგის გარეშე რა. ნუ რჩევა მიეცეთ ამ გოგოს. ესე იგი თქვენ გეუბნებათ, ეხლა მთავარია არ დაიწყო, აი აქ კი თქვენ ახლა ბევრი რაღაცები გაქვთ თავში, გაორებული ხართ, ზოგჯერ ფიქრობთ, რომ არ მინდა არავინ, ზოგჯერ თანახლა არ შემიძლია, ვერ გავუშვებ, ზოგჯერ ბრაზდებით, გინდათ რომ აი რა ვიცი მე დაასრულოთ კიდევაც, მაგრამ აქ მეუბნებიან, იცით რა არის, არ ენერგიულო, რაც მთავარია, არ ენერგიულო, არც მიწერო არაფერი, კი, არა. იმიტომ რომ აქ ადამიანმა თვითონ უნდა გაიაროს თავისი გაკვეთილები, თვითონ უნდა დრო მიეცდა ამ სიტუაციას, რომ ეს დრო გავიდეს რა, და მაგან აქეთ უნდა გეძებოს, ეს ადამიანი თვითონ უნდა მოგწევდეს თქვენ, აი თქვენ უნდა გადახვიდეთ სხვა ენერგიებში, გაიგეთ რა ხდება? გამოდით ამ ნერვიულობიდან და აი თქვენ რომ გადახვალთ სხვა ენერგიაში, ნახეთ აქ არის გოგო ზის ხეზე, ამ ხეს განშმო სულ არის ესენი რა ქვია ვარდები, ნუ რაღაც ლამაზი ყვავილები და აი იქ არის მელია. ანუ ისეთ ენერგიაში უნდა გადახვიდე, რომ ამაგან თვითონ მოგძებნოს, ანუ უნდა იგრძნოს, რომ შენს ეს არის როგორ იცით, როცა შენ ენერგიას ართმევ, გადადიხარ სხვა ენერგიებში და უკვე ნაკლებობას რო გრძნობს ადამიანი, უკვე თვითონ დაიწყებს შენი ენერგიის ზებნას რა. ნუ მე მგონი ეს რა გასაგებად გეუბნებით რა.
ხო და ამიტომ აქ არის საჭირო დრო გავიდეს, რომ ამ ადამიანმა ისწავლოს თვითონ და კი ბატონო. კი, თქვენ აი ნახეთ ვისად მივყავარ ღმერთო ჩემო. კი, თქვენ უნდა იყოთ როგორ თან კურუმი, თან იმპერატრიცა. ქალმა რომელმაც ანუ ქალი გამოცანა. ანუ რჩევა თქვენთვის არის ისეთი, რომ მიენდეთ რა, მიენდეთ მაღალი ძალებს, აი სულ მაღალი არკანები წავიდნენ. აქ თავისით გაერღვევა ყველაფერი. დრო მიეცეთ ამ ადამიანს, რომ გამოვიდეს ამ თავისი ამ გაუგებრობებიდან. დრო მიეცეთ, თქვენ ვერაფერს ვერ ეზავთ აქ. კი. თქვენი დახმარება ამას არ ჭირდება არაფერში აბსოლუტურად. ამან თვითონ უნდა გაიგოს მას რა უნდა, თვითონ უნდა გაიგოს და მე ისეთ როგორ უნდა მოხსნას ეს თავისი მასკები. თქვენ თუ დაუშვთ რამეს იზავთ, ისე არაფერი არ გამოვა. მე ისე იქნება ისეთი სიტუაციები, რომ ეს არა. ამან თვითონ უნდა გადაწყვეტილება მიიღოს, უნდა გადაავიდეს, უნდა მიხვდეს, რომ თქვენს გარეშე არ შეუძლია, თქვენი ენერგიის გარეშე არ შეუძლია, თქვენ სჭირდებით, თქვენ და თქვენ. კი. აქ პროცესი მიდის ძალიან ისეთი ამ ადამიანში, ამიტომ გოგოებო თქვენ არ არის საჭირო თქვენ ენერგიულ დაკავდეთ, თქვენი მეც არ მეყვარს რომ ამბობთ დაკავდეთ თქვენი საქმით, მაგრამ ეს ასეა. გადაერთეთ თქვენი საქმე, რატო არის კარგი, იცით ახლა მოგწონს არ მოგწონს, კაი, ჩვენ გვინდა რომ ზღაპარი კარგად დასრულდეს, ხო? აქ ცუდად არ სრულდება ზღაპარი. აქ არის კარგი სიტუაცია, მაგრამ გვინდა თუ არ გვინდა, სულის დონეზე არის ჩვენი გვაქვს რაღაც სამუშაო, მარტო ჩვენ კი არა ვართ ისე რომ თქვა ეს პარტნიორი შემოდის. ჩვენს ვართ ვიღაცის პარტნიორი, ხო? მე როცა ვამბობ რომ პარტნიორი შემოდის იმისთვის რომ რაღაცა თქვა დაამუშავო, მე ხა გულისხმობ იმასაც რომ ბიჭებისთვისაც შემოდიან გოგოები ისე რომ თქვა იმისთვის რომ დაამუშავონ თავისი პროგრამები, ხო? პარტნიორს გულისხმობ საერთოდ არ აღნიშნულობა სკესებს. ხო, ამიტომ დრო მიეცთ ამ ადამიანს, პრინციპში აქ გვეუბნებიან რომ დრო ასაჭირო და მე მოგეცემა თქვენ კიდე საშუალება რომ შეიძლება თქვა ეს ურთიერთობა даже გადაიყვანოთ, აი შანსი მოგეცემათ, ნახეთ შანსი კი მოგეცემათ რომ გადაიყვანოთ ახალ ეტაპზე ეს ურთიერთობა და ბედნიერება მიდედა. იმიტომ რომ აქ გითხარით მნიშვნელოვანი ხართ ერთმანეთს, აქ ისეთი არკანები რომ პროცესი მიდის რა, პროცესი მიდის ძალიან მნიშვნელოვანი. Всё, ამით დავასრულე.